ტეხასის ციხის ბნელ კედლებში ერთმა კაცმა დაარღვია მკაცრი წესები და ერთი შეხედვით საშიში მცველები პატარა ბავშვებივით მოატყუა. ეს იყო ჭკვიანი და გამჭრიახი ადამიანი, რომელსაც თავისუფლება არაერთხელ მოუპოვებია. არა ერთხელ, არა ორჯერ, არამედ სულ რაღაც 5 წელზე ნაკლებ დროში 4-ჯერ მოახერხა ციხიდან გაქცევა. ყოველი გაქცევა უფრო რთული და გენიალური იყო ვიდრე წინა, მაგრამ ბოლო შემთხვევა განსაკუთრებული აღმოჩნდა. მას უნდა გადაელახა ყველა საზღვარი და მთელი მისი ამბავი სრულიად ახალ საფეხურზე აეყვანა. ეს ყოველივე იმდენად არაჩვეულებრივი იყო, რომ ზოგიერთ შეიძლება გიჟური ფილმის სცენარად მოეჩვენოს. დღევანდელი ჩვენი ისტორია გვაჩვენებს ინტელექტს, დაგეგმვასა და დაძაბულობას. ყველაფერი იწყება 90-იანი წლების დასაწყისში. ამ ყოველივეს გმირი კი კაცი სახელად სტივენ რასელია. იმ დროს სტივენს არანაირი კრიმინალური წარსული არ ჰქონდა და მუშაობდა ბუღალტრად ერთ-ერთ კომპანიაში. ცხოვრობდა მშვიდად და უპრობლემოდ, მაგრამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც მენეჯერმა უსამართლოდ გაათავისუფლა. ამ მოვლენამ მასში დაუკითხავად დიდი ბრაზი და იმედგაცრუება დატოვა, განსაკუთრებით იმის გამო, რომ თავის საქმეს მთელ ძალასა და დროს უთმობდა. ის, ვინც ადრე კანონმორჩილი და მშვიდი ადამიანი იყო, სიძულვილით და შურისძიების სურვილით აივსო. სისტემის მიმართ გაჩენილმა სიმწარემ მის გულში ცეცხლი გააჩინა და აიძულა ისეთი გზისკენ წასულიყო, რომელიც სამუდამოდ შეცვლიდა მის ბედს. სტივენი ცნობილი იყო ადამიანებთან ურთიერთობისა და სოციალური სიტუაციების ჭკვიანური გამოყენებით. ამიტომაც გადაწყვიტა ეს უნარი თაღლითობაში მოეყენებინა. მისი გზა დაიწყო მცირე მასშტაბის თაღლითობებით, რომლებიც სადაზღვეო კომპანიებს ეხებოდა. ის ინსცენირებდა შემთხვევით ავარიებს, ზოგჯერ სიცოცხლისთვისაც კი საშიშს, რათა დაზღვევის ფული აეღო. თუმცა 1992 წელს მისი ერთ-ერთი თაღლითური სქემა გამოაშკარავდა და იგი სამართალდამცველებმა გამოიჭირეს. დაპატიმრების შემდეგ მას 6 თვე მიუსაჯეს, მაგრამ სტივენს ციხეში სრული ვადის მოხდის არანაირი განზრახვა არ ჰქონდა. იგი მაშინვე შეუდგა გეგმის შედგენას, რათა ერთი თვის შემდეგ ციხიდან გაპარულიყო. ამ ერთ თვეში სტივენი ყურადღებით აკვირდებოდა მცველებსა და მუშაკებს, სწავლობდა მათ რუტინასა და გადაადგილებას. მან აღმოაჩინა მარტივი მეთოდი, როგორ მოეტყუებინა მცველები და გასასვლელი გზა გაეკვალა. მან შეამჩნია, რომ ხანდახან ციხეში შემოდიოდნენ მუშები გარკვეული სამუშაოების შესასრულებლად, ხოლო გასვლისას ისინი მიდიოდნენ მცველების ოთახთან, აკაკუნებდნენ მინაზე და მცველებიც უბრალოდ უხსნიდნენ კარს. მათი განმასხვავებელი ნიშანი იყო ის, რომ ატარებდნენ ჩვეულებრივ სამოქალაქო ტანსაცმელს და ხელში ჰქონდათ რაციები. სტივენი მიხვდა, რომ ეს ადამიანები მუდმივი თანამშრომლები არ ყოფილან, არამედ დროებით შემოსული დაქირავებული მუშები. ასე რომ ის შეუთანხმდა ერთ-ერთ პატიმარს, რომელსაც კავშირები ჰქონდა გარეთ, რათა მისთვის მიეტანათ სამოქალაქო ტანსაცმელი და რაცია. ამ ნივთებით შეერია მუშებს, ვითომ ციხეში რამე სამოწმევდა და თან რაციაზე საუბრობდა. ბოლოს მიუახლოვდა მცველების ოთახს და მინიდან ფრთხილი სიგნალი მისცა. დაუკაკუნა, რათა კარი გაეღოთ და ზუსტად ასე მცველებმა კარი გაუღეს და სტივენს კვლავ თავისუფალი ადამიანი გახდა. ამ გაბედული გაქცევის შემდეგ მან ახალი პიროვნება მოიგონა და ფლორიდის შტატში გადავიდა, სადაც 2 წელი 1992-94 წლამდე იმალებოდა, მაგრამ მისი გეგმები ისე არ წავიდა, როგორც მას სურდა. ერთ-ერთ თაღლითურ გამბედა ოპერაციაში, რომელიც ასევე დაზღვევას ეხებოდა და ჩეკების გაყალბებას, ის უბრალოდ ჩაფლავდა. გამოძიებლებმა დაიჭირეს და მისი ნამდვილი ციხიდან გაქცეული პატიმრის სტატუსიც გამოაშკარავეს. სტივენი ისევ ჰიუსტონში, ტეხასში დააბრუნეს. მან გადაწყვიტა, რომ უსასრულო გაქცევის და დაჭერის ციკლისთვის ბოლო უნდა მოეყო და ამჯერად სასჯელი მოეხადა. მით უმეტეს, რომ დარჩენილობა და 1 წელზე ნაკლები იყო. სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდა და დაიწყო მუშაობა უბრალო სასურსათო მაღაზიაში, მაგრამ ეს მას არ აკმაყოფილებდა. მისი ამბიციები გაცილებით უფრო დიდი იყო. მას სურდა ფუფუნებითა და სიმდიდრით სავსე ცხოვრება. რკინის ნებისყოფით გადაწყვიტა მცირე მასშტაბის თაღლითობა დაეტოვებინა და გრანდიოზული სქემა მოეფიქრებინა, რომელიც ფინანსურ თავისუფლებას სამუდამოდ მოუტანდა. მალე შესაძლებლობა გამოჩნდა. გაზეთში განცხადება დაინახა ფინანსური მენეჯერის ვაკანსიაზე, ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამედიცინო სადაზღვეო კომპანიაში. პრობლემა ის იყო, რომ მას ამ სფეროში არანაირი გამოცდილება და სერტიფიკატი არ ჰქონდა, მაგრამ ეს მას ვერ შეაჩერებდა. პირველი ნაბიჯი იყო საკუთარი ბიოგრაფიის გაყალბება. დაამატა შთამბეჭდავი დიპლომები, კვალიფიკაციები და სხვადასხვა სადაზღვეო კომპანიებში მუშაობის გამოცდილება. შემდეგ უკვე სტივენმა კარგად იცოდა, რომ საჭირო იყო ამ სფეროს ტერმინოლოგიისა და ენის ცოდნა. იყიდა ფინანსური გაზეთები, Wall Street-ის ჟურნალები და რამდენიმე წიგნი ფინანსურ მენეჯმენტზე. მისი გამჭრიახი გონება ყველაფერს სწრაფად ითვისებდა. მალევე შეისწავლა ყველა დეტალი და გახდა კარგად გაწვრთნილი ფინანსურ ენაში. საუბრისას ყველაფერი შეუფერხებლად მიდიოდა. მისი ყალბი ბიოგრაფია და დამაჯერებელი საუბარი ადვილად არწმუნებდა მათ, რომ სტივენი იდეალური კანდიდატი იყო.
გასაუბრების ბოლოს კომპანიამ მას მოსთხოვა წარსული დამსაქმებლების ნომრები, რათა მის მუშაობაზე მოესმინათ. სტივენმა სიამოვნებით მისცა 3 ნომერი, რომლებიც სინამდვილეში ზარის დაბრუნების სერვისზე იყო მიბმული. ანუ ვინც ამ ნომრებზე დარეკავდა, ზარი ისევ სტივენთან გადაერთვებოდა. სტივენი სხვადასხვა როლში შედიოდა, იცვლიდა ხმას, აქცენტს და ხასიათს და თითოეულ ზარს ისე პასუხობდა, თითქოს სხვადასხვა ადამიანი იყო. ამ საუბრებში ის საკუთარ თავზე საოცრებებს ამბობდა და საქებარ სიტყვებს არ იშურებდა, ისე რომ ეჭვი არავის არ ეპარებოდა. კომპანია კი გაოცებული უსმენდა ამ ქება დიდებას და საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ სტივენი ნამდვილად უნიკალური კადრი იყო. ასე მოიპოვა მან ძალაუფლება და გავლენა კომპანიაში და საფუძველი ჩაუყარა დიდ გეგმას. თუმცა საუბედუროდ მისთვის ერთმა სულელურმა ნაბიჯმა ის გაამხილა. მან სახლის სესხის რეფინანსირება სცადა დაბალი პროცენტით. ბანკის თანამშრომლებმა შეამჩნიეს უზარმაზარი თანხები მის ანგარიშზე და დაინტერესდა ერთ-ერთი მათგანი, საიდან იღებდა ის ამდენ ფულს. კვალმა პირდაპირ იმ სადაზღვაო კომპანიამდე მიიყვანა, სადაც სტივენი მუშაობდა. როდესაც ამბავი კომპანიის გენერალურ დირექტორსა და ხელმძღვანელოს მიაწოდეს, მათ ფინანსური დოკუმენტების დეტალური შემოწმება დაიწყეს და აღმოაჩინეს, რომ საეჭვო ოპერაციები და გადარიცხვები, რომელთა უკანაც სტივენი იდგა, პირდაპირ სტივენს უკავშირდებოდა. მალე გაცხადდა ბნელი სიმართლე. მათ სწრაფად გაიგეს, რომ სტივენი ყოფილი დამნაშავე იყო, რომელიც ჯერ კიდევ პირობითზე იმყოფებოდა. სიტყვა მეხივით გავრცელდა და წამებში მევიდა პროკურორის ოფისამდე, მაგრამ სანამ სრული ქაოსი დაიწყებოდა, სტივენმა შეიგრძნო მოახლოებული საფრთხე, დაუყოვნებლივ სცადა გაქცევა. მან მოახერხა დაახლოებით $40,000 გამოტანა სხვადასხვა ბანკომატებიდან, სანამ მისი ანგარიშები გაიყინებოდა. თუმცა სტივენი იმდენად იყო მოტივირებული, გადადგა უგნური ნაბიჯები. სჯეროდა, რომ შეეძლო ჩუმად დააბრუნებულიყო სახლში, რათა თავისი ძვირფასი ნივთები წამოეღო, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ იმ დროს პოლიცია უკვე ერთი ნაბიჯით წინ იყო და მისი სახლი დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. როცა კარს მიუახლოვდა, ისინი იქვე დახვდნენ და კვლავ დააკავეს. ის მეორედ აღმოჩნდა ციხის კედლებში, ამჯერად გირაოს თანხა კოლოსალური იყო, $950,000. მისი გადახდა თითქმის შეუძლებელი ჩანდა, რადგან ყველა ანგარიში გაყინული ჰქონდა, მაგრამ სტივენმა არ მიიღო ეს ბედი. მას არ ჰქონდა განზრახვა დარჩენილიყო ციხეში. დაპატიმრებიდან 2 თვეზე ნაკლებ დროში მან გაბედული და უჩვეულო გეგმის განხორციელება დაიწყო. ნერვების სიმტკიცით მან იპოვა შანსი ციხის შიგნით და დარეკა ჰარისის ოლქის ჩანაწერების ბიუროში, სწორედ იმ ოლქში, სადაც იხდიდა სასჯელს. ზარს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქალმა უპასუხა. სტივენმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე თავი წარუდგინა, როგორც მოსამართლე ჩარლზ ჰამი, სწორედ ის მოსამართლე, რომელიც მის საქმეს განიხილავდა. როგორც ოსტატი მანიპულატორი, სტივენმა მოიგონა ინტრიგული ისტორია და წარუდგინა მას მოულოდნელი სრულიად შემოbrunებული სიუჟეტი. მან უთხრა, რომ მისი იურისდიქციის ქვეშ იყო პატიმარი სახელად სტივენ რასელი და რომ ჩუმად ჩატარდა სააპელაციო სხდომა, რომლის შედეგადაც საოცარი ცვლილება მოხდა. გირაო, რომელიც ადრე $950,000 იყო განსაზღვრული, მკვეთრად შემცირდა და მხოლოდ $45,000 შეადგენდა. თანამშრომლის თავდაპირველი უნდობლობა ნელ-ნელა დაიმსხვრა სტივენის რწმენით და სავსე ტონით. მისი ყოველი სიტყვა დამაჯერებლად ჟღერდა, თითქოს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. საბოლოოდ სტივენმა ისეთი დეტალები მოუყვა საქმიდან, თითქოს ნამდვილად მოსამართლე ყოფილიყო. მოტყუებული თანამშრომელი მაინც დარწმუნდა და ოფიციალურად შეცვალა გირაო $950,000-დან მხოლოდ $45,000-მდე. მან მოიფიქრა, რომ დაკავშირებოდა ერთ-ერთ კომპანიას, რომელიც პატიმრებისთვის გირაოს დაფინანსებას უზრუნველყოფდა. მართალია, მათი პირობები მას არ ეხებოდა, მაგრამ როგორღაც მოახერხა და დაარწმუნა, რომ თანხა გადაეხადათ, ოღონდ მკაცრი პირობებით. მაგრამ ჰარისის ოლქის ხელისუფლებამ მალევე გაიგო სტივენის ხრიკის შესახებ. მისი დაჭერა არ გასჭიროებიათ. გაქცევიდან სულ რაღაც 5 დღეში დააკავეს. პოლიცია და გამომძიებლები უკვე დიდი ხანია მის ზარებს ფარულად ისმენდნენ და ასე დაადგინეს მისი ადგილსამყოფელიც. აღმოჩნდა, რომ ფლორიდაში იყო წასული და საბოლოოდ მათ იპოვეს იგი ერთ-ერთ სანაპიროსთან მდებარე სასტუმროში, უესტ პალმ-ბიჩში. იქვე მოულოდნელად დააკავეს. შემდგომ სასამართლო პროცესზე მას 40 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, როგორც თაღლითობისთვის, ასევე ციხიდან გაქცევისთვის. სინამდვილეში მას ბევრად მსუბუქი სასჯელი შეეძლო მიეღო, მაგრამ სტივენმა მაშინვე აღიარა დანაშაული და განაჩენი უყოყმანოდ მიიღო. აპელაციის გარეშე. თავად პროკურორიც კი გაოცდა მისი ასეთი სწრაფი დათანხმებით, რადგან სასჯელი ძალიან მკაცრი იყო. რა თქმა უნდა, სტივენს არ ჰქონდა განზრახვა მთელი ეს დრო ციხეში გაეტარებინა. სასამართლოს დაწყებამდეც კი იცოდა, რომ აუცილებლად გაიქცეოდა იქედან. მაგრამ ამჯერად იგი ჰარისის ოლქის ციხეში აღარ დააბრუნეს. ის გადაიყვანეს ტეხასის მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეში. ციხის ადმინისტრაცია და ხელისუფლება გაფრთხილებული იყვნენ სტივენის გამჭრიახობას და შეეძლო თაღლითურ მცდელობებზე, ამიტომაც მუდმივად უნდა ედარაჯათ მისთვის.
თუმცა ციხის კედლები და გაძლიერებული უსაფრთხოება მათ აძლევდა რწმენას, რომ ყველაფერი კონტროლ ქვეშ იყო და გაქცევა ამჯერად შეუძლებელი იქნებოდა. სტივენი მშვიდად ფიქრობდა, აკვირდებოდა და ახალ გეგმას ამუშავებდა. ახალი იდეის მარცვალი გაჩნდა მაშინ, როდესაც შეამჩნია, რომ ციხეს საკუთარი სამედიცინო განყოფილება ჰქონდა. ექიმები და მედპერსონალი იქ ატარებდნენ მწვანე და ლურჯ სამოსს, რომელიც მცველების ფორმისგან მხოლოდ ფერით განსხვავდებოდა. სტივენმა დაიწყო ფიქრი, როგორ ექცია თავისი ტანსაცმელი იმავე მწვანე ფერის სამოსად. დიდი შრომის შედეგად ბოლოს ეს სტივენმა მაინც შეძლო. გეგმა 1996 წლის 13 დეკემბერს პარასკევს დილას განახორციელებდა. პირველად ჩაიცვა ახლად შეღებილი მწვანე ტანსაცმელი, ზემოდან კი თეთრი ციხის ფორმა გადაიცვა. დილით 4 საათზე ისაუზმა. საუზმის შემდეგ ციხის ერთ მყუდრო ადგილას თეთრი ფორმა მოიშორა და მხოლოდ მწვანე სამოსი დარჩა, რაც ექიმებისა და მედპერსონალის ფორმას გავდა. ის თავდაჯერებულად გაემართა მცველებისკენ. სტივენი დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა, რომ დილით მცველს მთელი დრო ტელეფონზე ლაპარაკში გაქონდა და ირგვლივ ყურადღებას ნაკლებად აქცევდა. სტივენი გაბედულად მიუახლოვდა მინის მიღმა მიესალმა და მალევე დაარწმუნა, რომ კარი გაეღო. ასე კიდევ ერთხელ გახდა სტივენი თავისუფალი, თუმცა კარგად იცოდა, რომ სწრაფად უნდა მოშორებოდა ტერიტორიას, სანამ გაქცევას აღმოაჩენდნენ. გზაზე ერთ-ერთ სახლს მიადგა და დაუგაგუნა. მეპატრონს უთხრა, რომ ექიმი იყო, ციხეში მუშაობდა, ზედმეტი ალკოჰოლი დალია. მანქანა დაამტვრია და არ უნდოდა, რომ ციხის ადმინისტრაციას ეს გაეგო. ამიტომ სთხოვა წაიყვანა. მამაკაცი დათანხმდა და სტივენი ახლომდებარე ქალაქში მიიყვანა, სადაც მაშინვე ტაქსი გააჩერა. მძღოლს უთხრა, რომ ჰიუსტონის ტეხასის სამედიცინო ცენტრში ქირურგი იყო და სასწრაფოდ უნდა მიიყვანა იქ, რადგან გადაუდებელ ოპერაციაზე ეძახდნენ. მძღოლმა სწრაფად წაიყვანა ის. ადგილზე მისვლის შემდეგ სტივენმა მას უთხრა, რომ დალოდებოდა და ფულს ლოკერიდან გამოიტანდა, მაგრამ რა თქმა უნდა აღარ დაბრუნდა სტივენი. ასე წარმატებით დასრულდა მისი მესამე გაქცევა და კიდევ ერთხელ დატოვა ხელისუფლება გაოცებული. სტივენის დასაჭერად გადაწყვიტეს სპეციალური აგენტი გამოეგზავნათ. მის სახელი იყო ტერი კეპსი. ის ციხის ადმინისტრაციის სპეციალური ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელი იყო. სტივენის მათივე მაქსიმალური უსაფრთხოების დაწესებულებიდან მესამე გაქცევა დიდი შეურაცხყოფა იყო. ტერი ყველაფერს გააკეთებდა, რათა ორგანიზაციის რეპუტაცია აღედგინა და სტივენი კვლავ დაეკავებინა. მან კარგად იცოდა სტივენის თაღლითური და მოტყუების უნარები. მისი დაჭერა ადვილი არ იქნებოდა. ტერიმ სპეციალურ ამოცანაზე ორიენტირებული ჯგუფი შექმნა, რომლის ერთადერთი მიზანი იყო სტივენის პოვნა. საწყისი ძებნა ჰანსვილის ქალაქში დაიწყო, ციხესთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა სტივენი იქ არ ყოფილა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მან ტაქსით ჰიუსტონში იმგზავრა. შემდეგ კი ტეხასის შტატი საერთოდ დატოვა და მისისიპიში გადავიდა, კონკრეტულად კი ბილოქსის ქალაქში, რადგან იქ ჰქონდა შანსი სათამაშოებით ფული ეშოვა. ტერი და მისი გუნდი დაუღალავად მუშაობდა მის დასაკავებლად. მათ მოახერხეს იმ ადამიანის იდენტიფიცირება, ვინც ბოლო დღეებში სტივენთან კონტაქტში იყო და საბოლოოდ გაიგეს, რომ იგი მისისიპიში, ბილოქსში იმყოფებოდა. დაუყოვნებლივ ტერი ქალაქის შერიფს და მარშალს დაუკავშირდა. სტივენის სურათები გაუგზავნა. გასაოცარია, მაგრამ მისი დაჭერა არ გასჭირვებია. თავად მარშალი ქუჩაში შემთხვევით გადააწყდა და ფოტოთი ამოიცნო. წარმოიდგინე ამდენ ადგილას და ამდენ ადამიანში სწორედ მას შეხვდა, რომლის ფოტოც ხელში ეჭირა. ასე რომ მესამედას დააკავეს და კვლავ ტეხასის სისხლის სამართლის დეპარტამენტს დაუბრუნეს, სადაც სასჯელის მოხდა გააგრძელა. ამჯერად მისი ვადა კიდევ 5 წლით გაზარდეს და ჯამში 45 წელი მიუსაჯეს. პირობითზე გამოსვლის ყველაზე ადრეული შანსი მინიმუმ 11 წლის შემდეგ ექნებოდა. რა თქმა უნდა, სტივენმა კარგად იცოდა, რომ ვერასდროს მოისვენებდა, სანამ ახალ გზას არ მოძებნიდა, თუმცა ამჯერად ზედამხედველობა მასზე ძალიან მკაცრი იქნებოდა. მაგრამ ამჯერად სტივენმა მართლაც გიჟური გეგმა მოიფიქრა. ეს გეგმა არა მხოლოდ ნდობას, არამედ უზარმაზარ ძალისხმევასაც მოითხოვდა. სტივენს ეს აზრი მაშინ დაებადა, როცა პირობითის პირობებს სწავლობდა და აღმოაჩინა პოტენციური ხარვეზი. საქმე იყო სპეციალურ სისტემაში, რომელიც ქრონიკული და მძიმე დაავადებებით დაავადებულ პატიმრებს პირობითზე უშვებდა. მან გადაწყვიტა მოეტყუებინა ისინი და დაერწმუნებინა, რომ შიდსით იყო ინფიცირებული. ცხადია, ეს წარმოუდგენლად რთული ამოცანა იყო და ბევრად მეტ ძალისხმევას მოითხოვდა, ვიდრე მან აქამდე რამე გააკეთა. პირველი ნაბიჯი იყო რამდენიმე თვის განმავლობაში თავის შიმშილით დაეტანჯა და წონაში დაეკლო. შემდეგ საკუთარ თავს აძალებდა ღებინებას, თითქოს სიმპტომები ჰქონდა. ასევე სჭირდებოდა სამედიცინო ჩანაწერების გაყალბება. მოახერხა ერთ-ერთ თანამშრომლის ქრთამით დაყოლიება და ისეთი ჩანაწერების შექმნა, სადაც ეწერებოდა, რომ შიდსი ჰქონდა. ახლა უკვე თითქოს შიდსის სიმპტომებიც ჰქონდა და ამას სამედიცინო ჩანაწერებიც ადასტურებდა. მან 8 თვის განმავლობაში ვითომ და საწოლს მიჯაჭვული მძიმე თავადმყოფის როლი ითამაშა. ამ პერიოდში ციხის არც ერთ ექიმს არ gasčenia სურვილი ხელახლა ჩაეტარებინა გამოკვლევა. ისინი სრულად ენდობოდნენ ჩანაწერებს და საწყის დიაგნოზს.
მიაგნოს. სტივენის საბოლოო მიზანი იყო დაერწმუნებინა ყველა, რომ სიკვდილის პირას იყო, რათა პირობითი მიეღო და გარეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაეყვანათ. შემდეგი ნაბიჯი მთელ ოპერაციაში ყველაზე რთული და საშიში იყო. მას უნდა შეექმნა შთაბეჭდილობა, თითქოს კომაში ჩავარდა და სიკვდილის ზღვარზე იმყოფებოდა. სტივენმა რამდენიმე დღის განმავლობაში დაგროვილი დამამშვიდებლები ერთდროულად დალია, სანამ გონება არ დაკარგა და 4 დღიანი კომა არ გამოიწვია. ყველა ამ ტანჯვის შემდეგ ციხის ექიმები დარწმუნდნენ, რომ სტივენს სულ რამდენიმე კვირა ჰქონდა დარჩენილი, თითქოს და ის კვდებოდა. ისინი დათანხმდნენ მის პირობითზე გაშვებას ტეხასის შტატში, კენედის ქალაქში მდებარე სპეციალური მოულის ცენტრში. ის იქ გადაიყვანეს, მაგრამ ამჯერად სტივენმა გადაწყვიტა ისეთი ხრიკი მოეხდინა, რომ სამუდამოდ გაქცეოდა დევნას. გადაწყვიტა საკუთარი სიკვდილი გაეთამაშებინა. ის დაუკავშირდა ციხის ადმინისტრაციას და ასევე მოულის ცენტრის თანამშრომლებს. თავი ექიმ ადამ რუსად გაასაღა. თქვა, რომ შიცის სპეციალისტი იყო და რომ ჰქონდა ექსპერიმენტული მკურნალობა. სურდა გაეგო თუ იყო რომელიმე პატიმარი პაციენტი შესაფერისი ექსპერიმენტისთვის. ბუნებრივია საუკეთესო კანდიდატი თავად სტივენი აღმოჩნდა. ციხის და მოულის ცენტრის თანხმობით თითქოს ის ექსპერიმენტში ჩართეს. ფიქრობდნენ, რომ ცენტრიდან გაშვების შემდეგ მას მისი ოჯახის წევრები წაიყვანდნენ. სტივენმა გააყალბა საკუთარი სიკვდილის მოწმობა, რომელსაც ხელი დოქტორ ადამ რუზის სახელით მოაწერა. სწორედ იმ ექიმის, რომლის სახელსაც თავად ატარებდა. ამ ყალბი მოწმობის ასლები მოულის ცენტრს, ციხეს და პირობითზე გამშვების ოფიცერს გაუგზავნა. სტივენმა მეოთხედაც მოახერხა ციხიდან გაქცევა, იდეალურად და უპრეცედენტოდ. ასეთი რამ აქამდე არავის გაუკეთებია. საბოლოოდ თავისუფალი იყო და აღარავინ ეძებდა. რამდენიმე კვირაში ძალა და ენერგია აღიდგინა, მაგრამ მოლოდინის საპირისპიროდ ისევ ძველ გზას დაადგა, თაღლითობასა და манипуляციას. ამჯერად იურისტის პირადობის მოწმობის გაყალბება სჭირდებოდა. სამწუხაროდ კვლავ არასწორად გამოიყენა საკუთარი ინტელექტი. ბეჭდვის მაღაზიაში შევიდა და მფლობელს თხოვა იურისტის მსგავსად დაემზადებინა მისთვის ბარათი. მფლობელს ეჭვი შეეპარა, მაგრამ მაინც დაეხმარა და ბარათი დაუმზადა. როცა სტივენმა ბარათი აიღო და წავიდა, მაღაზიის მფლობელი მიხვდა, რომ რაღაც არ იყო რიგზე, ამიტომაც ჰიუსტონში ოფიცერს დაუკავშირდა და მომხდარი შეატყობინა. ასევე ბარათის ასლი გადაუგზავნა ხელისუფლებას. ოფიცერმა ფოტოზე კარგად ამოიცნო იგი, ეს ხომ სწორედ სტივენი იყო და უყოვნებლივ ტერის დაუკავშირდა. ტერი გაუგნდა, როცა ეს ამბავი გაიგო. დარწმუნებული იყო, რომ სტივენი 45 წლიან სასჯელს იხდიდა, მაგრამ ციხიდან შეიტყო, რომ სტივენი შიცით იყო დაავადებული, მისი მდგომარეობა გაუარესდა და პირობითზე გაუშვეს. საბოლოოდ ციხის გარეთ გარდაიცვალა. ტერიმ ვერ დაიჯერა, რომ სტივენმა ისევ მოახერხა გაქცევა. მაშინვე ახალ გუნდს დაუკავშირდა, რათა სტივენი კიდევ ერთხელ ეპოვათ. სტივენის სიკვდილის დაფიქსირების შემდეგ დალასში ბანკში მივიდა, მილიონერად გაასაღა თავი და სცადა 75,000-იანი სესხის აღება, მაგრამ ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ეჭვი შეეპარა და სტივენს ლოდინის თხოვა. სანამ შიგნით შევიდოდა, რომ FBI-ისთვის შეეტყობინებინა ეს ყოველივე. სტივენმა იგრძნო, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა. ამიტომაც ყურადღების გადასატანად გულის შეტევა გაითამაშა, სასწრაფო გამოიძახა და სწრაფად დატოვა შენობა, თუმცა რადგან უკვე შეტყობინება გაკეთებული იყო, ის საავადმყოფოს პალატაში დაცვით მოათავსეს, სანამ FBI მივიდოდა. მაგრამ ისევ სტივენმა თავის ჭკუას მიმართა, საავადმყოფოს საწოლიდანვე დარეკა ადმინისტრაციაში, თავი FBI-ის აგენტად გაასაღა და უთხრა, რომ გამოძიება დასრულდა და მას თავისუფლება მიეცა. ცოტა ხანში საავადმყოფომ FBI-ს აცნობა, რომ ზარი მიიღეს, სადაც სტივენის გათავისუფლება მოითხოვეს. FBI გაუცდა, რადგან ასეთი ზარი არ ყოფილა სინამდვილეში. სტივენის ნივთებიდან მხოლოდ მისი მართვის მოწმობა დარჩა, რაც ადასტურებდა, რომ დალასში იმყოფებოდა. ტერი და მისი გუნდი მაშინვე დალასში ჩავიდნენ და ადგილობრივ სასტუმროებში ძებნა დაუწყეს. მალე გაიგეს, რომ სტივენი სხვადასხვა სასტუმროებში ჩერდებოდა და მუდმივად იცვლიდა ადგილს. გამოძიებისას ტერი და მისი გუნდი ერთ სადაზღვევო კომპანიამდე მივიდნენ. მათ აღმოაჩინეს, რომ სტივენი მათთან კავშირს ამყარებდა და ყალბ დოკუმენტებს ფაქსით აგზავნიდა. ამ ინფორმაციის დახმარებით შეძლეს ფაქსის ნომრის კვალის დადგენა და მისი ადგილსამყოფელის გარკვევა. ტერიმ ადგილობრივ პოლიციას დახმარებას თხოვა და სტივენის ჩასაფრება მოაწყო იმ ადგილას, სადაც ფაქსს იყენებდა. ტერი დარწმუნებული იყო, რომ სტივენი ისევ იმ ფაქსს გამოიყენებდა, მაგრამ გეგმა მოულოდნელად შეიცვალა. ორი დეტექტივი ქუჩაში წააწყდა და მაშინვე დააკავეს ჩასაფრებამდე. ასე კიდევ ერთხელ აღმოჩნდა სტივენი ციხეში, მეოთხედ დაჭერილი და მას შემდეგ, რაც ტეხასის ხელისუფლებას უზარმაზარი სირცხვილი მოუტანა, მათ გადაწყვიტეს მაგალითი მოეყვანათ და პირველად 144 წლის პატიმრობა მიუსაჯეს ადამიანს ყოველგვარი პირობითი შესაძლებლობის გარეშე. შემდეგ განათავსეს უმაღლესი უსაფრთხოების განყოფილებაში, რომელიც ჩვეულებრივ მხოლოდ ყველაზე საშიში მკვლელობისთვის და კრიმინალებისთვის იყო განკუთვნილი. მიუხედავად იმისა, რომ სტივენის დანაშაულები ძალადობას საერთოდ არ მოიცავდა. ამ განყოფილებაში პატიმრები დღეში 23 საათს იზოლაციაში ატარებენ, მხოლოდ 1 საათი აქვთ ვარჯიშისთვის და ჰიგიენისთვის. მკაცრი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. დღემდე სტივენი ისევ იმავე მაღალი უსაფრთხოების განყოფილებაშია, სადაც 1998 წლიდან იხდის სასჯელს.
აი აქ მთავრდება ჩვენი ისტორია. იმედი მაქვს მოგეწონათ. და თუ ეს ასე, აუცილებლად გამოიწერე არხი თუ ჯერ კიდევ არ გაქვს გამოწერილი. აუცილებლად დაალაიქე ეს ვიდეო და მეგობრებს გაუზიარე სოციალურ ქსელებში. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.